Qalbi და ადამიანებისგან გამოგონილი ღმერთის უნდა სჯეროდეს მორწმუნეს თუ ცოცხალი ნამდვილი ღმერთის, რომელიც თავის თავზე თვითონვე გვასწავლის თავისივე წმინდა წერილიდან. ახლა მე მინდა ერთი ვიდეო გაჩვენოთ, სადაც ერთი ქალბატონი საუბრობს ღმერთზე, ოღონდ მის მიერ წარმოდგენილი ღმერთი არის qalbi ღმერთი, რომელსაც ცოცხალ ღმერთთან და ცოცხალი ღმერთის სწავლებასთან კავშირი არ აქვს. ეხლა მე მინდა თქვენ მოგასპენინოთ ეს და დაელოდეთ განხილვასაც. ყვილია ყველა პიროვნული განვითარება, რომელიც გაშორებს ღმერთს და წერტილი. ყვილია ყველაფერი. თუ მე მან თუ ამ გზამ ტაძრისკენ არ მიმიყვანა. მათ შორის ფსიქოლოგიაც არის ყვილი და ყოველთვის იცი რაც გულისხმობ მე. და რაც დავიცი ფსიქოთერაპევტი. სულიერების გარეშე. იმ სულიერების რისიც მას წამს. არის მიტოვებული. ნუ რა თვითონ განმარტება გეუბნება ფსიქოლოგია რაც არის გეუბნება რომ ეს არის მეცნიერება სულზე სხვა რამის ხარ გეუბნება დასახელება. არის ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. თანამედროვე სამყაროში როცა ათეიზმის მარადიული პროპაგანდა ჟღერს. აქ ცოტა სხვა სიღრმისეული საკითხებია, პრობლემებია. ხო, ჩვენ არ გვიყვარს სიტყვა პრობლემის გამოყენება და გამოწვევას ვიყენებთ, მაგრამ მე ამას ვხედავ როგორც პრობლემას. მასობრივი პროპაგანდა ადამიანი დაშორდეს ღმერთს. და უზნაძე იყო ზუსტად ის ავტორი, რომელსაც ნაგულისხმე ვიყავს ღმერთი ყველა სიტყვაში, ისე რომ არც ერთ სიტყვაში არც ერთი სიტყვა არ წერია ღმერთზე. თუ პიროვნული განვითარების გზა დამოუკიდებლად მიდის და არ ეხმარება შენ სულიერად განგავითაროს, ამ გზას არ აქვს გული, როგორც კასტანე დაიწყო და განწირული ხარ. კი, მოკლებადიანი მიზნებისთვის გამოგადგება გზა, რომელსაც ღმერთის გული არ აქვს და შენ სულიერად არ ვითარდები და არ იზრდები, მაგრამ გრძელვადიან დისტანციაში არ გეყოფა ეს გზა. ეს ქალბატონი საუბრობს იმაზე, რომ ყვილია ყველაფერი, თუ მან მე ტაძრისკენ არ მიმიყვანაო. საუბრობს იგი ჩვეულებრივ საქართველოში რომ ტაძრები აშენებული, სავარაუდოდ აი ამაზე ლაპარაკობს. სავარაუდოდ იმიტომ რომ ეს ტაძარს ახსენებს და საქართველოში რაც მასობრივად ადამიანებს ჯერათ რომ ეს ტაძრები ღმერთის სახლებია. აი ეს ქალბატონიც ამაზე ლაპარაკობს, მას კონკრეტული განმარტება არ გაუკეთებია. რომ აი მე სხვა ტაძარზე ვლაპარაკობ, არა. ეს ქალბატონი საუბრობს ღმერთზე და ახსენებს ტაძარს. მაგრამ სინამდვილეში ცოცხალი ღმერთი თავისივე წერილიდან, ბიბლიიდან გვასწავლის იმას, რომ იგი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და არც რაიმე სამსახურს მოითხოვს ადამიანის ხელიდან, არც სანთლის დანთებას, არც ეს სარიტუალო მოხდლები დაუწესებია მას. აგერ ბიბლიაში სამ ადგილს გეტყვით, სადაც მკაფიოდ არის დაწერილი, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში. ეს ადგილები არის ესაია წინასწარმეტყველის 66 თავი. ეს არის კიდევ მოციქულთა საქმეების მე-7 და მე-17 თავები, სადაც მე-7 თავში სტეფანე, ქრისტიანი სტეფანე, სულიწმინით აღვსილი სტეფანე უქადაგებს ებრაელებს და იუბნება მათ, რომ ღმერთი ხელქმნილში არ არისო დამკვიდრებულიო, მიუხედავად იმისა, რომ იერუსალემში სოლომონმა ტაძარი აუგო მას ღმერთს. ღმერთი უზენაესი ხელქმნილში არ არისო დამკვიდრებულიო და მან გაიხსენა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან ამოკითხული, სადაც ღმერთი თვითონვე ლაპარაკობს. აი ამაზე, რომ ცა ტახტია ჩემიო და მიწა ჩემს ფეხთა სადგამი არისო და მას არ სჭირდება ჩვენი ხელით აშენებული რაიმე ტაძარი, რაიმე სახლი, ესე იგი, რომ როგორც
ძველ დროში წარმართებს ჰქონდათ მაგალითად ძველ საბერძნეთში, აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნებში ჰქონდათ ტაძრები აშენებულები და სჯეროდათ, რომ ეს იყო ზევსის ტაძარი, პოსეიდონის ტაძარი, აპოლონის ტაძარი. სჯეროდათ მათ აი ამისა და პავლე მოციქულმა ზუსტად აი წარმართულ საზოგადოებას ქალაქ ათენში უქადაგა ცოცხალი ღმერთის შესახებ სასიხარულო ამბავი, ინფორმაცია, ცოცხალი ღმერთის სწავლება უქადაგა მათ და უთხრა ასეთი რამ, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში, ხელქმნილ ტაძრებში ღმერთი არ მკვიდრობსო და ამ დროს ათენში მრავალი ტაძარი იდგა. და პავლე მოციქული, ღვთის მიერ დადგენილი პავლე მოციქული ათენელებს ეუბნებოდა, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში და არც რაიმე სამსახურს მოითხოვს ადამიანის ხელიდან. სხვადასხვა შესაწირავები, რასაც წირავდნენ წარმართები, თავიანთ ცრუ ღმერთებს, ეს იქნებოდა სხვადასხვა ხორცეულობა იქნებოდა, ღვინო იქნებოდა, საღორელს რომ უღრიდნენ და სხვადასხვა ესე იგი ეს შესაწირავები, რასაც ისინი სწირავდნენ თავიანთ ცრუ ღმერთებს, მათ ეგონათ, რომ ღმერთს აი ამით ვემსახურებითო. ამავე დროს იმ ტაძრებში განწესებულნი ჰყავდათ მღვდლებიც, რომლებიც სხვადასხვა რიტუალებს ატარებდნენ. და ამ დროს ქრისტეს მოციქული პავლე მათ ეუბნება, რომ ღმერთი არ მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებში. დღევანდელობაში საქართველოში იმ ადამიანებს, ვისაც მაინც სჯერა იმისა, რომ ღმერთი მკვიდრობს ხელქმნილ ტაძრებშიც და ღმერთს ტაძრები უნდა აუშენოთ, ეს ადამიანებიც შეცდომაში არიან შეყვანილები და რა არის ახლა ამისი მიზეზი? ეს მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ აი ვიღაცეები ამათ ატყუებენ, რომ აი საპატრიარქოს ორგანიზაცია ამ ადამიანებს ატყუებს. ამისი მიზეზი ისიც არის, რომ თვითონ ეს ადამიანებიც არ სწავლობენ ღვთის წერილს და გულისწყურს არ უგდებენ ღმერთის სიტყვებს. ამ პატარა ვიდეოში ამ ქალბატონის თანამოსაუბრემ ახსენა სიტყვა ფსიქოლოგია. ფსიქოლოგიის განმარტება თქვა მან, უბრალოდ არასწორად თქვა და მან თქვა, რომ ფსიქოლოგია ეს ხომ მეცნიერება სულზე არისო. სინამდვილეში ეს მეცნიერება სულზე არ არის. თვითონ სიტყვა ფსიქოლოგია ეს ბერძნული სიტყვა და ქართულად ფსიხე ნიშნავს სამშვინველს. ხოლო სული ქართულად ჩვენ რომ სულს ვეძახით, ბერძნულად არის პნევმა. ხოლო სხეული არის სომა. და ეს აგერ ბიბლიაშიც შესანიშნავად არის ნახსენები სამივე მათგანი და ბერძნულ ენაზე როდესაც შევადარებთ აი ამას, ხო? სადაც ქართულში დაწერილია სული, ბერძნულში წერია პნევმა. სადაც ქართულში წერია სამშვინველი, ბერძნულში წერია ფსიხე. სადაც ქართულში წერია სხეული, ბერძნულში წერია სომა. და ფსიქოლოგია ეს აქ სიტყვა სული არ ურევია, აქ ურევია სამშვინველი. სამშვინველი ესე იგი. და ესეც არის, რომ საიდანღაც მოისმინა ამ ადამიანმა და ასე საჯაროდაც გააჟღერა, რომ თითქოს ეს ფსიქოლოგია არის მეცნიერება სულზეო, მაგრამ ეს ასე არ არის. სული ბერძნულად არის პნევმა, ხოლო ფსიხე არის სამშვინველი. აი ესეც არის ერთგვარი მიმანიშნებელი აი იმაზე, რომ
მაინც ეს ადამიანები ზერელედ უდგებიან ამ საკითხს და ზერელედ იციან რაღაცეები. ზერელედ, აი ესე ზერელედ რომ თვითონ არ გამოუკვლევიათ ეს, ალბათ ვიღაცისგან მოისმინეს და თვითონაც გაიმეორეს, თვითონ ამ ქალბატონმაც, ამ ბატონმაც, ვინც მას ესაუბრებოდა მისი სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ეხლა ბევრი ვიდეო იდება ინტერნეტ სივრცეში და ერთ-ერთი ვიდეო აი ესეც არის. შემხვდა ეს ვიდეო და გადავწყვიტე რომ განმეხილა. საქმე იმაშია რომ ღმერთი, ცოცხალი ღმერთი თავის თავზე, თავის სწავლებაზე თვითონვე გვასწავლის თავისი წმინდა წერილიდან და ღმერთის ერთ-ერთი ძალიან მკაფიო სწავლება ის არის რომ იგი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში. თუ ვინმე ახლა კითხვას დასვამს, აბა ის ტაძარი რა იყობო, იესო რომ შევიდა და ვაჭრები რომ გამოყარა იქიდანო. აბა ის ტაძარი რა იყობო. ის ტაძარი მსოფლიოში იყო ერთადერთი და სხვაგან არავის ჰქონდა უფლება იმისა რომ სხვაგან სხვა ადგილას სხვა ტაძარი აეშენებინა. ის ტაძარი იყო მსოფლიოში ერთადერთი, მაგას თავისი ისტორია აქვს, როგორ აშენდა იგი, ეს ისტორია დაწერილი არის ბიბლიაში და ნებისმიერ მსურველს, ვისაც სურს რომ ღმერთის სწავლება ისწავლოს და იმ იერუსალემის ტაძრის ისტორიაც ისწავლოს, აგერ ბიბლია წაიკითხოს, არ დაგეზაროთ ღვთის სწავლება ისწავლეთ, რომელიც ბიბლიაში არის დაწერილი, ისწავლეთ და თავად ღმერთი თვითონ გაგაგებინებთ რა დააწესა მან და რა არ დააწესა, რას იწონებს ღმერთი და რას არ იწონებს. ამავე დროს იერუსალემის ტაძრის დანგრევა თვითონ უფალმავე იწინასწარმეტყველა, რაც ახდა კიდეც და დიდი ხანია, რაც იერუსალემის ტაძარი დანგრეულია. აი ეს ტაძარი, სადაც უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა და ასევე ტაძარშიც ასწავლიდა ხოლმე იქ შეკრებილ ადამიანებს. მაგრამ უფალი არ მხოლოდ ტაძარში ასწავლიდა ადამიანებს, არამედ სხვადასხვა ადგილებში, ჩვეულებრივ ღია ცის ქვეშაც ასწავლიდა, სახლებშიც ასწავლიდა. და უფალმა იწინასწარმეტყველა იმ ტაძრის დანგრევა, რაც ახდა კიდეც. დღეს ის ტაძარი აღარ არის იმ ადგილას. იმისათვის რომ ადამიანმა თვითონ აი გულდაჯერებულად იცოდეს ღმერთი რას გვასწავლის და მართლა სწორად იცოდეს და არ ჭოჭმანობდეს, არ იყოს გაუგებრობაში, არ ქონდეს ჭორების დონეზე ინფორმაციები, ამისათვის თვითონ ამ ადამიანმა თავისივე თავისათვის უნდა გააკეთოს ის, რომ თვითონვე უნდა ისწავლოს ღვთის წმინდა წერილი. ეს არის უპირველესი საქმე, რაც ადამიანმა უნდა გააკეთოს. აი ეს უპირველესი საქმე ისევ და ისევ თავისივე თავის გადასარჩენად, იმიტომ რომ სწორედ აი აქ ბიბლიაში დაწერილი არის იესო ქრისტეს სწავლება, იესო ქრისტეს მიერ კაცობრიობისთვის მოტანილი სასიხარლო ამბავი, სახარება, რომელიც ეხება იესო ქრისტეს მიერ, თვითონ იესო ქრისტემ ცოდვისგან რომ გამოგვისყიდა, აი ამისი ამბავი, როგორ გააკეთა მან ეს და ჩვენ როგორ ჩავითვლებით ცოდვისგან გამოსყიდულებად, გადარჩენილებად, აი ეს ყველაფერი დაწერილი არის ღვთის წმინდა ბიბლიაში და დღეს თითოეულმა ადამიანმა ეს უნდა ისწავლოს. ეს არის უპირველესი, რაც ადამიანმა უნდა ისწავლოს. უკვე როცა ასაკში ხარ და პატარა აღარ ახარ, ახლა პატარა 2 წლის და 3 წლის ბავშვი თვითონ ვერ ისწავლის, ხო? თუ მშობელმა ნელ-ნელა ცოტა ინფორმაცია არ მიაწოდა ერთდროულად ვერ ისწავლის. ერთდროულად პატარა კი არა, დიდი ადამიანიც ვერ ისწავლის და მით უმეტეს პატარამ როგორ უნდა ისწავლოს.
უკვე ადამიანი როცა ასაკში არის, მით უმეტეს გადაცდა 20 წელს, ანუ უფრო ნაკლებიც არის, ვთქვათ, 15-ის არის, 14-ის არის. მაგრამ ვთქვათ, აი 20 წელს როცა გადაცდება ადამიანი და მისი გონება ისევ მიპყრობილია ყოველ ეს მატერიალური აქტივების შეძენისკენ და აი ამისკენ აქვს მთელი თავისი ენერგია მიმართული, რომ ისწავლოს კონკრეტულად იმისათვის, რომ მატერიალური ყოფა გაიუმჯობესოს და მხოლოდ აი აქეთკენ არის ორიენტირებული, ხოლო ღვთის წერილს არ სწავლობს და ნაცვლად ამისა ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში ბრმად დადის, ასეთი ადამიანი ძალიან დიდ შეცდომას უშვებს და თავის თავს ძალიან აზარალებს. ჯერ მოდით ვთქვათ, რომ ჩვენი აქ ყოფნის დრო ძალიან არის შეზღუდული და წინასწარ ჩვენ არც ვიცით აქედან როდის მოგვიწევს გასვლა, როდის მოვკვდებით, არ ვიცით ეს სხეულებრივად როდის მოვკვდებით და აი ამ დროებით ყოფაში თუ ადამიანმა მხოლოდ იმაზე იფიქრა, რომ სასწრაფოდ არ იქა ეხლა მოვასწრო მე სანამ მოვკვდები, მოვასწრო რაღაცების გაკეთება და სიამოვნება მივიღობო, ან ისტორიაში ჩემი სახელი დავტოვებო, ანისავ, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი და ფუჭი ფიქრებია, იმიტომ რომ რეალურად იმთავითვე, როცა ადამიანმა არ იცის რა არის მისი გაჩენის აზრი და მიზანი, იმთავითვე უცოდინარია ადამიანი, შეუძლებელია ამ ადამიანმა, ხო და კიდევ ეს ადამიანი, რომელიც ღმერთს არ იცნობს და ღვთის სწავლებას არ იცნობს, ან არ უჯერებს, შეუძლებელია ამ ადამიანმა საღი გადაწყვეტილებები მიიღოს, რას მოკიდოს ხელი და რას არა, იმიტომ რომ ნებისმიერი სხვადასხვა საქმიანობები, რაც მიმართულია შემოსვლისკენ, ეს მატერიალური შემოსავალი იგულისხმება, ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ადამიანს უნდა ჭამაც უნდა, რაღაცა დალევაც უნდა, აგერ წყალი არის და ეს საქართველოში ასე თუ ისე უფასოა, თუ კი მოიძიებ ამ უფასო წყალს. ახლა მაღაზიებშიც კი იყიდება წყალი, მაგრამ რეალურად წყალი უფასოა, ხო? შესაძლებელია თუნდაც რომელიმე დიდ ქალაქში მოუძებნოთ უფასო წყალი და ვისაზრდოთ აი ამით. და დანარჩენი ახლა არ არის აუცილებელი, რომ წამდაუწუმ რაღაცა წვენები იყიდო და მით უმეტეს ასწვეს ლიმონათები და ენერგეტიკული სასმელები და ამაში ყარო შენი ენერგია, ამაში გადაყარო შენი ენერგიით გამომუშავებული ფული. და ეს ჩვეულებრივი რამ არის, რომ ადამიანს ჭამა უნდა და კი ბატონო უნდა ვიკვებოთ, ადამიანს უნდა კიდევ სხვა მოთხოვნილებებიც აქვს, ადამიანს აგერ მამაკაც უნდა რომ ცოლი მოიყვანოს, ქალს უნდა რომ ქმარი ყავდეს, ეს კარგია, ეს ცუდი არ არის. მაგრამ მთელი ეს ენერგია სულ აი აქეთკენ მიუმართოთ და ღმერთს ყურადღება არ მივაქციოთ, ეს არის ძალიან დიდი უგუნურება და ეს არის საბოლოოდ ადამიანი თუ ამაზე დაფიქრდება, თვითონვე აღმოაჩენს აი იმას, რომ მან არ იცის რას აკეთებს, აი მან არ იცის რისთვის გაჩნდა, მან არ იცის ეს. ის ადამიანებიც კი, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციებში, ტაძრებში დადიან, ამა თუ იმ რელიგიური ორგანიზაციის ტაძრებში დადიან, ხო? და საღვთო წერილი შესწავლილი არა აქვთ, ეს ადამიანებიც რომ დაფიქრდნენ აი ამაზე, რატომ დადიან აი ამ ტაძრებში? რატომ დადიან? ღმერთმა გვითხრა ტაძრებში იარეთო? ღმერთმა გვითხრა, სადაც მოგესურვებათ იქ ამიშენეთ ტაძარიო, მერე მღვდელი დააყენეთო, მოდითო, სანთლები ამინთეთო, ხატები ჩამომიკიდეთო, მღვდელთან
მინდით და რასაც მღვდელი გეტყვით დაუჯერეთო? ღმერთმა ეს გითხრა? თქვენ ეს იცით რომ ღმერთმა ეს გითხრა? არ იცით ხო? ვისაც ბიბლია შესწავლილი არა გაქვთ, არ იცით, ხოლო ვისაც ბიბლია შესწავლილი გაქვთ, აი მათ გეცოდინებათ რომ ეს არც ეს ტაძრები დაუდგენია ღმერთს, არც სანთლების ანთება, არც ხატები და არც ამ მღვდლებთან სიარული. და როდესაც ახლა ადამიანი ისევე როგორც აი ეს ქალბატონი საუბრობს ღმერთზე, ტაძრებზე, აშკარა არის რომ ეს ადამიანი, ეს ქალი ღმერთის სწავლებას არ იცნობს. იმიტომ რომ ღმერთის სწავლებას რომ იცნობდეს, იგი აუცილებლად ახსენებდა ღვთის წერილს და ადამიანებსაც მოუწოდებდა ღმერთის გაცნობისკენ, ღმერთის წერილის შესწავლისკენ და არ იტყოდა იმას რომ ესე იგი ადამიანებს არ უბიძგებდა ტაძრებში მისვლისკენ. ღმერთი არ მკვიდრობს ადამიანის ხელით აშენებულ ტაძრებში და არც ეს ამ ტაძრების აშენება დაუვალებია მას ვინმესთვის. აგერ ქრისტეს სწავლება პირველ საუკუნეში თავად უფალმა იესო ქრისტემ გააუცელა თავისივე პირით, როდესაც იგი თავისი ხორციელი სხეულით დადიოდა და ადამიანებს თავისივე პირით ასწავლიდა და ამავე დროს უკვე თავისი მოციქულების პირითაც ასწავლიდა პირველ საუკუნეში მცხოვრებ ადამიანებს. ზუსტად სულიწმინდით აღსილმა ქრისტეს მოციქულებმა იქადაგეს უკვე შემდეგ ქრისტეს სახარება, ქრისტეს სწავლება, ცოცხალი ღვთის სწავლება იქადაგეს იესო ქრისტეს მოციქულებმა და იმისათვის რომ ჩვენ გავიგოთ ვინ არის ღმერთი, რას გვასწავლის იგი, რა იქადაგეს ღვთის მოციქულებმა, ამისათვის ღვთის წერილი უნდა ვიცოდეთ. იმიტომ რომ აქ არის დაწერილი ქრისტეს სწავლება და თვითონ ქრისტეს მოციქულების სხვადასხვა საუბრები სხვადასხვა ადამიანებთან, სხვადასხვა ქადაგებები ებრაელებთანაც, ათენელებთანაც, აგერ წარმართებთან, ამავე დროს სხვადასხვა ქალაქებში რას ასწავლიდნენ ქრისტეს მოციქულები. ამავე დროს ბიბლიაში დაწერილი არის, შეტანილი არის სამასწავლებლო, სააღმზრდელო წერილებიც, რომელთა შორის არის წერილები რომაელთა მიმართ, გალატელთა მიმართ, ებრაელთა მიმართ, თესალონიკელთა მიმართ, ფილიმონის მიმართ და სხვა დანარჩენები. ეს წერილები უკვე ქრისტემ უფალმა იესომ თავის მოციქულებს მიაწერინა უკვე იმ მორწმუნეებისთვის, ვინც ქრისტეს მოციქულთაგან ნაქადაგარი ქრისტეს სწავლება ირწმუნეს, ის სახარება ირწმუნეს და დამატებით ესე იგი ღმერთი კიდევ სხვა რას გვასწავლის, ეს სხვა სწავლებებით დამატებით სააღმზრდელო სწავლებებით უფალმა მიაწერინა თავის მოციქულებს მორწმუნეებისთვის. და იმისათვის რომ დღეს ადამიანმა სწორად იცოდეს ღმერთი რას გვასწავლის, ამისათვის ღვთის წმინდა წერილი უნდა ისწავლოს. თუ ამას ადამიანი არ გააკეთებს და განაგრძობს სიარულს ამა თუ იმ რელიგიურ ორგანიზაციაში, ამა თუ იმ ადამიანის მოსმენას და თვითონ ღვთის წერილს არ ისწავლის, ეს ადამიანი იქნება რაღაცა ილუზიაში იქნება იმისა, რომ თითქოს რაღაცა არის მორწმუნე, მაგრამ არ ეცოდინება ეს რისიც მას სწამს და სჯერა, ეს ღმერთისგან არის თუ არა დაწესებული. ადამიანები სხვადასხვა რაღაცებზე არიან მიწებებულები, მიკედლებულები, სხვადასხვა საქმიანობებში არიან ჩათრეულები
და თუ ადამიანმა თავისი თავი არ გამოგლიჯა ამ სხვადასხვა საქმიანობებს და პირველ რიგში ჯერ ღვთისწერილი არ ისწავლა, ამ შემთხვევაში ადამიანი ძალიან დიდ ილუზიაში იქნება, იმ ილუზიაში, რომ თითქოს თავის ცხოვრებას აშენებს, თავის ცხოვრებას იწყობს და შეიძლება ადამიანს ისე დაუდგეს ამ წუთისოფლიდან გასვლის ჟამი, რომ ამაზე საერთოდ არც ფიქრობდეს. რამდენ ადამიანს ეს 1 იანვარიც კი ვერ გაუთენდა. და ეს არის სინამდვილე, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება და შეიძლება ახლა მე ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ რაღაცა ეს მხოლოდ ამ შიშის გამო, რომ ეს სიკვდილი არის, არიქა სასწრაფოდ ღმერთს მოუხმოთ. ჯერ ერთი ესეც არის. მაგრამ ამავე დროს ისიც არის, რომ ხონდა ვიცოდეთ, რატომ გავჩნდით ჩვენ, ვინ ვართ, ვინ გაგვაჩინა, ეს ხონდა ვიცოდეთ, კაცო. და ამავე დროს სიკვდილიც რომ არის, ესეც დამაფიქრებელია, რომ აქ დროებით ავართ და ეს ამას ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ თუ არ უნდა მივაქციოთ. აი როგორ უნდა ვიფიქროთ ახლა აი ამაზე. სიკვდილზე როგორ უნდა ვიფიქროთ? ისე უნდა ვიფიქროთ, რომ არც ჩვენი თავი გაგვიჩენია ჩვენ და სიკვდილით ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ამიტომ მივენდოთ ამ ორ მოვლენას. ესე იგი, იმ თავითვე მინდობილი ვიყავით ჩვენს დაბადებას, ისე რომ ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია ამაში, იმ თავითვე უпростоრად მინდობილებიც კი არ ვიყავით, იმიტომ რომ ჩვენ არც არ ვიყავით და უცბად გავჩნდით, ხო? ისე რომ ამაში ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია. და რომ მოკვდებით, ესეც ჩვენზე არ არის დამოკიდებული და ამიტომ მივუშვათ ეს მოვლენა თავისთვის, ასე ვთქვათ, და არაფერი ვისწავლოთ, არაფერი გამოვიკვლიოთ, კითხვები არ დავსვათ და ასე ვთქვათ, აქ ამ წუთისოფელში რამდენი ხანიც ვიქნებით, ვიყოთ, მაქსიმალურად გამოვწუწნოთ ეს საწუთრო, რომ სხვადასხვა სიამოვნებები მაქსიმალურად მივიღოთ, რომ მერე გვეთქმოდეს, რომ ვიცხოვრეთ და რას ქვია გვეთქმოდეს. აი ესეც არის, აი ამაზეც რომ დავფიქრდეთ, რას ქვია გვეთქმოდეს, ვისთან უნდა გვეთქმოდეს, აი რომ ეხლა ჯერ როცა ადამიანს არ გამოუცდია სიკვდილი რა არის, იმან არც კი იცის, რომ მოკვდება, მერე ეთქმევინება თუ არ ეთქმევინება, რომ იცხოვრა. და მეორეც ახლა ადამიანისთვის, აი ის ადამიანი, რომელიც იმ აზრით არის განწყობილი, რომ როდესაც ისეთი რაღაც საქმეები უნდა გააკეთოს, რომ ისტორიას შემორჩეს, რომ მერე ადამიანებმა მასზე ილაპარაკონო, ესეც დიდი ილუზია, იმიტომ რომ როცა ადამიანი მოკვდები, შენ ჯერ სიკვდილი გამოცდილი არ აქვს და არც იცი ახლა შენთვის რაიმე სარგებელი ექნება თუ არა იმას, რომ შენ რომ მოკვდები, მერე ადამიანები შენზე ილაპარაკებენ, ან რომელიღაცა ფურცლის ნაგლეჯზე, რომელიღაცა წიგნში დაწერენ შენს სახელს და შენს საქმიანობას, რომ ესა და ეს ადამიანი ამ წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტი, თქვათ მიხეილ სააკაშვილი. და თქვათ ახლა ეს მიხეილ სააკაშვილისთვის რა სარგებელი ექნება ახლა ამას, როდესაც იგი გარდაიცვლება. აგერ უფალი ჩვენ გვანახებს სიკვდილის მერე რა ხდება დიდარისა და ლაზარის ამბავში, გვაჩვენებს იგი რა ხდება სიკვდილის მერე და აქ ამ ამბავში თვალსაჩინოდ ჩანს ის, რომ არც იმ მდიდარს ადარდებდა უკვე, არც ის მდიდარი ფიქრობდა იმაზე, რომ ესე იგი
მასზე რას იტყოდნენ ამ წუთის სოფელში და არც ლაზარე ფიქრობდა იმაზე, მასზე რას ამბობდნენ ამ წუთის სოფელში. მათთვის ეს წუთის სოფელი, აქ წუთის სოფელში, ესე იგი, მათზე რას იტყოდნენ, ამაზე იქ აღარ ფიქრობდნენ. ერთადერთი იქ რაზეც ეს მდიდარი ფიქრობდა, იყვნენ მისი ძმები. რომ მისი ძმებიც ისე ამ მდიდარის ძმები ისე საქმიანობდნენ, რომ ეს მდიდარი ფიქრობდა, რომ თუ ისინი ასე გააგრძელებდნენ, ისინიც მასთან ჯოჯოხეთში მოხვდებოდნენ და ეს ფიქრი ჰქონდა მას, მაგრამ ის რომ ეხლა მასე ფიქრა, რომ ვიღაცამ ჩემი სახელი ისტორიის წიგნში დაწერაო და რა მაგარიაო და არა უშავს თუ მე ეხლა აქ ჯოჯოხეთში ვარო, ასეთი რაღაცა იქ არ წერია. უფალი ჩვენ ამ ინფორმაციას არ გვაწვდის. რომ მდიდარი ფიქრობდა იმაზე, რომ რა კარგია, რომ ისტორიის წიგნში დაიწერა ჩემი სახელი, ან რა ცუდია, რომ ისტორიაში ვერ შევედიო. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი უფლისაგან ჩვენთვის, რომ როდესაც ადამიანი გარდაიცვლება, მისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს აქ ამ საწუთროში მასზე. საერთოდ რამეს იფიქრებენ თუ არ იფიქრებენ. საერთოდ მისი მახსოვრობა ვინმეს ექნება თუ არ ექნება. ისევე როგორც თქვათ, რომელიღაცა ადამიანი შეიძლება ისე მოკვდეს, რომ საერთოდ მასთან იმ დროს არავინ იყოს, არავინ არც დამარხოს. და საერთოდ ისე მოკვდეს, რომ ადამიანთაგან არავინ მოიკითხოს, ხო? და მისთვის ეხლა რა უნდა ვთქვათ, რომ რაღაცა ტრაგედია მოხდა, რომ ეს ადამიანი ისე მოკვდა, რომ მან ვერ მოასწრო ისეთი საქმეების გაკეთება, რომ ადამიანები გაეოცებინა და ადამიანებს მასზე ელაპარაკათ. როდესაც დღეს ადამიანები ლაპარაკობენ ღმერთზე და ამ დროს ღვთის წერილს არ იცნობენ, არ სწავლობენ, ეს ადამიანებიც ძალიან აზარალებენ თავიანთ თავსაც და თავის მსმენელებსაც. იმიტომ რომ ესეც ერთგვარი ილუზია არის, ესეც არის ილუზია იმისა, რომ თითქოს ეს ადამიანები ღმერთს იცნობენ, ღმერთის სწამთ, ნახე როგორ ლაპარაკობენ, მაგრამ ეს ილუზია არის, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ადამიანები ღმერთს არ იცნობენ, ღვთის წერილი შესწავლილი არ აქვს და თუ გონიათ მათ, რომ ღმერთს ვიცნობთო, მაგრამ სინამდვილეში არ იცნობენ, ეს ილუზია არის მათთვისვე დამაზარალებელი. და თუ ამ ილუზიით გარდაიცვლებიან, ისინი ამ ილუზიით სარგებელს ვერ ნახავენ და ამიტომაც აუცილებელი არის ეს თუნდაც ესეთი გამაფრთხილებელი საუბრები, იმის შესახებ, რომ არ ვიყოთ ილუზიაში და ღმერთზე ვილაპარაკოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვთის წერილს გავიცნობთ, ვისწავლით და ვინც უკვე ვისწავლეთ, მათ შეგვიძლია ღმერთზე ვილაპარაკოთ და სხვა ადამიანებსაც მოუწოდოთ ღვთის წერილის შესწავლისკენ. უფალმა იესომ ჩვენ ადამიანებს მოგვიტანა მშვიდობის სახარება, მშვიდობის მაუწყებელი სასიხარულო ამბავი, ცოდვისგან გამოსყიდვის სასიხარულო ამბავი, რომ მან თავისი სისხლით ცოდვისგან გამოგვისყიდა მისი მორწმუნეები. იგი მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, დამარხული იქნა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით და ყველა ადამიანი, ვინც
იესო ქრისტეს აღიარებს თავის მხსნელად და უფლად, ცოდვისგან იქნება გამოსყიდული ყველა მორწმუნე, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას ირწმუნებს და იესო ქრისტეს სახელს მოუხმობს, ყველა მორწმუნე იქნება ცოდვისგან გამოსყიდული და იქნება ღმერთთან შერიგებული, ვინაიდან თვითონ უფალმა იესომ მოგვიტანა შერიგების სამშვიდობო სიტყვა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანიდან მოყოლებული ცოდვად დაცემული კაცობრიობა, ადამიანები, რომლებიც ღმერთთან მტრობაში იმყოფებოდნენ, აი სწორედ უფალმა იესომ ეს მტრობა გააუქმა თავისი მსხვერპლ შეწირვით, თავისი სიკვდილითა და თავისი მკვდრეთით აღდგომით. უფალი იესო წუთისოფელში მოვიდა ცოდვილთა სახსნელად და ის ადამიანები უკვე, ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებენ, ისინი უკვე ცოდვისგან გამოსყიდულთა რიცხვში ჩაირიცხებიან, ირიცხებიან და უკვე მათ ეწოდებათ ცოდვისგან განწმენდილები, წმინდანები ეწოდებათ. აი ესეც არის, რომ საქართველოში აი ესეც როგორ ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის ის, რომ ქრისტიანებს, უკლებლივ ყველა ქრისტიანს წმინდანები ეწოდებათ. ეს ბიბლიაში მრავალ ადგილას არის ძალიან მკაფიოდ ჩაწერილი. ქრისტიანთა მიმართ გაგზავნილ წერილებში ქრისტიანები, მორწმუნეები მოხსენებულნი არიან წმიდებად და არა ცოდვილებად. ცოდვილებად ადამიანები მაშინ ითვლებოდნენ, სანამ იესო ქრისტეს ირწმუნებდნენ, ხოლო იესო ქრისტე როდესაც ამა თუ იმ ადამიანმა ირწმუნა და გახდა მორწმუნე, იგი უკვე ქრისტეს სისხლით გაწმენდილად და ცოდვისგან გამოსყიდულად ითვლება. და ეს მე პირადად სწორედ აი აქედან ბიბლიიდან გავიგე. თორემ საქართველოს სივრცეში საპატრიარქოს ორგანიზაცია არის ის მატყუარა ცრუ ორგანიზაცია, რომელიც ადამიანებს ეუბნება, რომ ადამიანებს თავის მრევლს ეუბნება, რომ თქვენ ცოდვილები ხართო და უნდა ილოცოთო აი ასე, რომ უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილიო. და სწორედ ეს ორგანიზაცია არის ის ორგანიზაცია, რომელიც ამბობს, რომ აი წმინდანებათო ჩვენ ვრაცხავთო ისეთ მორწმუნეებსო, რომლებიც უკვე გარდაიცვალნენო და მათი ცხოვრების, მათი ყოველდღიური ყოფითო მათ მოიპოვესო ეს წმინდანობაო და მათ აქვთ რაღაცა კრიტერიუმები, რის გამოც მათ გარდაცვლილ წევრებს რაცხავენ წმინდანებად იმის და მიხედვით, ამა თუ იმ მათმა წევრმა როგორ გაატარა ეს წუთისოფელი, როგორ იცხოვრა აი აქ, ესე იგი რა საქმეები მოიმოქმედა. მაგრამ ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს სწავლება გვასწავლის ბიბლიიდან აი იმას, რომ ადამიანი თავის თავს ვერ გადაირჩენს და ადამიანი თავის თავს თავისი საქმეებით წმინდანად ვერ გახდის. სწორედ აი იმიტომ, რომ ადამიანს არ შეეძლო თვითონ ცოდვისგან გამოსყიდვა, თავისი თავი გამოესყიდა ცოდვისგან, ადამიანს არ შეეძლო ცოდვისგან დამოუკიდებლად გათავისუფლება, ამიტომ მოვიდა უფალი იესო და ჩვენი ცოდვები მან აიღო, მან მოგვაშორა და შეეწირა ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად, აი იმისათვის, რომ ცოდვისგან გამოვესყიდეთ. და უფალი იესო ამ ცოდვისგან გამოსყიდვას გუჩუქნის და ეს არის მისი მადლი, ეს არის ღვთის მადლი და ეს მადლი სწორედ მადლი ნიშნავს ისეთ
ისეთ საჩუქარს, რომელიც ჩვენ არ დაგვიმსახურებია ჩვენი საქმეებით. და როდესაც საპატრიარქოს ორგანიზაცია ესე დამახინჯებულად ლაპარაკობს, რომ საქმეებით უნდა მოიპოვო წმინდანობა, ეს ძალიან დამაზარალებელია თვითონ ამ ორგანიზაციისთვისაც, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციაში ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ისინიც უძლურები არიან, ისინიც კვდებიან. მათთვისაც დამაზარალებელია ასეთი არასწორი ცრუ ლაპარაკი და ასევე მათი მსმენელებისთვისაც. ამიტომაც საპატრიარქოს ორგანიზაციის უკლებლივ ყველა წევრისთვის და მათი მსმენელებისთვისაც აუცილებელი არის ის, რომ ღვთის წერილი თითოეულმა ინდივიდუალურად ისწავლოს და ღმერთს დაუჯეროს ისე, როგორც თავად ღმერთი გვასწავლის. გისურვებთ იმას, რომ ვისაც აქამდე ღვთის წერილი არ შეგისწავლიათ და სხვადასხვა საქმეებით გაცხარებით იყავით დაკავებულები, გისურვებთ იმას, რომ არ დაკარგოთ დრო და ღვთის წერილი თქვენივე თვალით, თქვენივე ყურით ისწავლეთ, თქვენ თვითონვე ისწავლეთ, ეს იქნება წერილობით წაიკითხავთ თუ აუდიო ვერსიებს მოусმენთ. ისწავლეთ და გისურვებთ აი ამას ღვთის წერილის შესწავლას და იესო ქრისტესადმი დამორჩილებას, იესო ქრისტესადმი რწმენას, რათა მან შეგიყვანოთ თქვენს სიცოცხლეში.